სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელნო მეუფეო მამანო დედანო ძმანო და დანო ყველას გილოცავთ წმინდისა მღვდელმთავრისა იოსებ ალავერდელის ხსენებას იოსებ ალავერდელი 13 ასურელ მამათაგანი ეს არის ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი მე-6 საუკუნეში ღვთისმშობელმა ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად მწვალებლობისაგან დასაცავად მოავლინა 13 ღმერთშემოსილი მამა რომელთაც წარუშრელი კვალი დატოვეს დღემდე მათი მონასტრები მაშინაც კი როდესაც იავარქმნილი იყო განადგურებული იყო ქართველი ხალხის სულიერი ნუგეში სულიერი მხნეობის მიმნიჭებელი და დღეს როდესაც აღორძინდა მათი წმინდა სავანეების თაყვანისცემა და ღვთისმსახურება დღეს მათი ძალა განსაკუთრებით მოქმედებს ჩვენს ეკლესიაში გვანიჭებს უდიდეს ძალას სულიერს და არა მარტო სულიერს ხორციელ ძალებსაც და დიდება და მადლობა ღმერთს რომ მოგვივლინა და ღვთისმშობელს რომ მოგვივლინა ასურელი მამები და დიდება და მადლობა მათ რომ ასეთი საოცარი ღვაწლი გასწიეს ჭეშმარიტად მათი ღვაწლი არის ეგვიპტისა და სირია-პალესტინის უდაბნოებში ანტონი დიდის, მაკარი დიდის, სიმონ მესვეტის ღვაწლის მსგავსი ეს იყო განსაკუთრებული წყალობა ღვთისა და ღვთისმშობლისა და ყველას გილოცავთ აი ამ წყალობას რომელიც დღეს კიდევ უფრო მოქმედებს ჩვენზე რადგანაც აღსდგა ეს თაყვანისცემა რომელიც სამწუხაროდ შეწყვეტილი იყო ბოლო საუკუნეებში განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და ეს ნიშნავს რომ მათი მადლი განსაკუთრებით მოქმედებს ჩვენზე გვიცავს ჩვენ გვეხმარება სრულყოფაში აღორძინებაში რომ გაუძლოთ აი ამ ღვარცობს რომელსაც ქვია უღმერთობის ღვარცობი რომელიც მთელ სოფლიოს სულ უფრო და უფრო მეტად გარს უვლის და სურს რომ ყველა ჭეშმარიტი აფსარებელი მოწყვიტოს ღმერთს და აი ეს დიდი განსაცდელის ჟამს საქართველოს ეკლესიას აძლიერებენ ასურელი მამები და განსაკუთრებით დღეს ჩვენ გვაძლიერებს მისი დღესასწაულია ზეცაში მას აქვს განსაკუთრებული დღეს კადნიერება და შევთხოვოთ იოსებ ალავერდელს რომ მან გაგვიწიოს მეუხება წინაშე ღვთისა უპირველეს ყოვლისა რომ მან შესთხოვოს უფალს ჩვენი პატრიარქის დღეგრძელობა წინამძღოლობა მრავალსაწელსა მრავალჟამიერ სიცოცხლე მისი განაახლოს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე მისი რადგანაც პატრიარქის ღვაწლით აღორძინდა ეს თაყვანისცემა საეკლესიო ცხოვრება და დღესაც მისი ლოცვა და მისი სიბრძნე გვიცავს ჩვენ შევთხოვოთ დალოცოს ყველა მღვდელმთავარი ყველა სამღვდელო და სამონაზვნო დასი მრევლი ჩვენი ეკლესიისა უფალმა იოსებ ალავერდელის მეუღლე და განსაკუთრებით მისი სახელობის შეიძლება ესე ითქვას ეპარქია ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის წინამძღოლობით რომელმაც შეიძლება ითქვას რომ ამ 3 ათეული წლის მანძილზე საოცარი
ცვლილება მოუტანა ალავერts და მთელს ეპარქიას და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო გუშინაც ჩვენ აღვნიშნეთ ეს რომ ეს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ყოფნა ესეც კიდევ ერთი ნიშანია რომ ალავერts აქვს განსაკუთრებული მისია დაიცვას მართლმადიდებლობა არა მარტო ამ ეპარქიაში არამედ სრულიად საქართველოსთვის და მე უფე ყველაფერს აკეთებს რომ ეს მადლი რომელიც ამ ეპარქიაში არის დავანებული უხვად მივიღოთ ჩვენ და ამას სჭირდება დიდი მსახურება, დიდი თაყვანისცემა ღვთისა და ეს საერთოდ ეპარქია და განსაკუთრებით ალავერტში ეს ლოცვა, საოცარი ლოცვა იგრძნობა, ეს გალობა არაჩვეულებრივი ეს მადლი ძალიან დიდი, რომელსაც ჩვენ სამი დღეა ესეთი გადამული სამი დღესასწაული საოცარია ესეც ღვთის განგებაა რომ ესეთი სამი დღესასწაული უდიდესი ჩვენი ეკლესიისთვის ასე აღინიშნება და მთელი საქართველოს ფაქტიურად იყო ამ სამი დღის მანძილზე ჩვენი მღვდელმთავრები, სამღვდელოება, მრევლი და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ განსაკუთრებული იყო ქეთევანობა, რადგანაც 400 წელი აღნიშნეთ ჩარშან და მთელი წელი აღნიშნავდით და წელს ვაგრძელებთ აი ამ აღნიშვნას და ეს ქეთევანობა განსაკუთრებული იყო და კიდევ განსაკუთრებული იყო იმითი რომ ეს ქეთევანობა გვამზადებს მომავალი წლისთვის 1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან ეს არის უდიდესი მოვლენა ეს არის ნიშანი რომ ამ ერს რაღაცა ძალიან დიდი წყალობა აქვს ღვთისა და ამიტომ ხნედ უნდა ვიყოთ რწმენით უნდა ვიყოთ რომ შეუძლებელი კაცთაგან დიახ შეუძლებელია დღეს დაუბრუნდეთ იმ სიმაღლეს რომელზედაც იყო ჩვენი წინაპრები მაგრამ უკვე თუ ჩვენ სარწმუნოებით აღვივსებით შეუძლებელი კაცთაგან ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელი არის ის რაც პატრიარქმა აღასრულა ამ 48 წლის მანძილზე 48 წელია მისი პატრიარქობის ეს ხომ შეუძლებელი იყო და აი შეუძლებელი ღმერთმა შეაძლებინა და ისევ პატრიარქის წინამძღოლობით ჩვენ უნდა ვიხილოთ შეუძლებელის შეძლება ღვთისა მიერ ვილოცოთ წამდეს მტკიცეთ და უფალი აღადგენს ჩვენს ქვეყანას ჩვენს ეკლესიას სრულად დედა ეკლესიის წიაღში დაბრუნებისთვის ჩვენი მრევლის დაბრუნებისთვის ვილოცოთ და ეს იქნება უძლეველი ეკლესია ეს იქნება გამწყნებული ეკლესია და ჩვენ ღრმად ვწამს ასე სწამდა ჩვენს წინაპრებს ასე სწამს ჩვენს პატრიარქს ასე სწამს ჩვენს მამა გაბრიელს და ასე სწამს მეუფე დავითს და მეც და ყველას ჩვენ ვინც აქ ვართ და ეს მოხდება აუცილებლად მოხდება თავარია რომ იყოს აი სრული მინდობა ღმერთზე იყოს სიყვარული დიდი ღვთისა და გქონდეს სიყვარული ერთმანეთის მიმართ და უფალი ყოველივე შეგვაძლებინებს მადლობა ღმერთს ამ დიდებული დღეებისათვის აი ამ სამი დღისათვის რომელიც ალავერტში ასე დიდებულად აღინიშნება და რასაკვირველია ვერ ჩატარდებოდა ასე მასშტაბურად ვერ ჩატარდებოდა ასე ამაღლებულად ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო თაყვანისცემისათვის ღვთის დიდებისათვის მომზადებული ეს ეპარქია და დიდებული ეს მონასტერი და ტაძარი მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენ მასპინძელ ეპარქიას მეუფეს ღერძელობით წინამძღოლობით და ლოცვით